იცი თუ არა, რომ ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბაჩო ახალაიას ციხეებში მუშაობის პერიოდზე ორი ბრალი წაუყენა. ერთი ეს იყო ციხის ბუნტი, რომელშიც ბაჩო ახალაია გამართლდა და მეორე იყო ქურდების მიმართ არაადამიანური მომხრობა, რომელშიც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. იცი თუ არა, რომ ბაჩო ახალაია 25 წლის იყო, როდესაც ქურდულ სამყაროს დაუპირისპირდა. სამყაროს, რომელსაც ვერავინ ვერ შეეხო. და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ერთ დღეს ქურდული სამყარო შურს იძიებდა, იმიტომ რომ მან არაერთი მუქარა მიიღო მათგან. მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს სახელმწიფოს ხელით მოხდებოდა. 3 კანონიერი ქურდის და 3 კრიმინალური ავტორიტეტის ჩვენებით ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა სასამართლომ. გამამტყუნებელი განაჩენი ქურდების სახელით. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2013 წლის ბოლოს, როდესაც მისი პრეზიდენტობის უკანასკნელი დღეები იყო, ეს გადაწყვეტილება გააუქმა და განაცხადა, რომ მე არ დავუშვებ მაფიასთან მებრძოლი ადამიანის სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ადამიანს ქურდულმა სამყარომ გამოუტანოს განაჩენი.